სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. უმთავრესი ქრისტიანთა ცხოვრებაში მის პრაქტიკულ მხარეს გულისხმობ, როგორც ხშირად ვამბობთ, არის აღსრულება ღვთის ნებისა. ფიქრობ ხოლმე, რომ ეს იმდენად ადვილად გასაგები ჭეშმარიტებაა, რომ ამ თემას ხშირად არც კი უნდა უბრუნდებოდეთ, თავისთავად ცხადი უნდა იყოს ეს. მაგრამ საოცრება სწორედ ეს არის, რომ ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ღვთისნებით ვიცხოვროთ, მთავარი რაც არის, სწორედ იმას არ ვაკეთებ. სხვათა შორის ადამიანი, რომელიც ურწმუნოც კი, რომელიც ღვთის ნება საერთოდ რა არის, არც კი იცის, ღვთისნება მის გულზე მაინც გამოწერილია. ეს არის სინდისი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი ბუნების ნაწილია, მაგრამ ამავე დროს მას აქვს რაღაც უცნაურად აღქმის უნარი სიმართლისა, უსამართლობისა, კეთილისა, ბოროტისა, დაზიანებულად, მაგრამ მაინც. და ეს იმდენად მნიშვნელოვანი ინდიკატორია ადამიანის სულში, რომ თუ სინდისის მიხედვით ადამიანი იცხოვრებს, ურწმუნო ადამიანი აუცილებლად გაიხსნება, ურწმუნო ადამიანის გული აუცილებლად გაიხსნება და იგი ღმერთს შეიმეცნებს. უფალი ესეც ამბობს, რომ ვინ მიხვდება, რომ ჩემი სიტყვა ღვთის სიტყვაა, ფაქტობრივად ამით გვეუბნება, რომ ვინ მიხვდება, რომ მე ღმერთი ვარ, ანუ დღესაც მე ვამბობ, ამას ღმერთი ამბობს, ვინ მიხვდება, ის ვინც ღვთისნებით ცხოვრობს. ურწმუნო ადამიანი ღვთისნებით როგორ უნდა ცხოვრობდეს? აი ამგვარად, თუ ის სინდისის მიხედვით ცხოვრობს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ აი ადამიანს შინაგანი, მithumetes თანამედროვე ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანს პროტესტი შეიძლება ქონდეს, რომ რატო ღვთისნებით არ შეიძლება, ჩემი ნებითაც ვიყო მე? არ შეიძლება. თავისუფალი რომ ხარ, რაც გინდა ისაკეთე, როგორც პავლე მოციქულის სიტყვების პერიფრაზირებას თუ გავაკეთებ, რაც გინდა ის გააკეთე. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სასარგებლო, რაც გინდა ის გააკეთე. ეს ნიჭი მოგცა ღმერთმა, მაგრამ არაბუნებრივია ეს შენთვის. იმიტომ რომ შენ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც, როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს, თუ არ ვცდები, როცა ხარ ხორცი, სული და ღმერთი ერთად. ხოლო თუ შენ მთელი შენი არსებით შეებრძოლები ღმერთს შენში და უარსიტყვი, ის რაც შენში, როგორც ადამიანში, არა როგორც უბრალოდ ქმნილებაში, არამედ როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებაში გამოწერილია და სინდისი მას ააშკარავებს და ამ ხელს გამოაჩინებს უпростоრად. შენ თუ ამის წინააღმდეგი წახვალ, მაშინ შენ ამბობ უარს ადამიანობაზე. ხოლო ქრისტიანებისათვის ეს ძალზედ ბუნებრივი უნდა იყოს. ჩვენ მიზან მიმართულად უნდა ვეძებდეთ ღვთისნებას და მას აღვასრულებდეთ. და ყველაფერში აბსოლუტურად. მეცაც გეტყვით, ჩვენ ცხოვრებაში არ უნდა არსებობდეს წვრილმანი, როცა ჩვენ ღვთისნების გარეშე ვიქნებით. სხვათა შორის, ეს ადვილი არ არის, მინდა გითხრათ, ერთხელ გითხარით კიდევაც, რომ წმინდა მამების სწავლებით ესეა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ადამიანი მუდამ გამოეძიებს და ახლებურად და უფრო სიღრმისეულად წარმოაჩენს თუ რა არის ნება ღვთისა. თუ ის, რა თქმა უნდა, დინამიკაში ვითარდება სულიერ ცხოვრებაში. და ეს ძალიან რთულია და სწორედ აი მორჩილების ინსტიტუტი, რომ არსებობს, მონასტერში მთელი სისავსით, მაგრამ ერში ყველგან არსებობს, ებას ბავშვობიდან სწავლობს ადამიანი მშობლებისადმი მორჩილებას, დედმამიშვილები ერთმანეთისადმი მორჩილებას, ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი მორჩილებას, მეგობრები ერთმანეთისადმი მორჩილებას, რაღაცა დოზით, მოდი ესე ვთქვათ, მოძღვრის ინსტიტუტი ერშიც არსებობს და ყველა თავისი სინდისის, გონიერების, სიბრძნის, წინდახედულობის მიხედვით განსაზღვროს რა დოზით შეიძლება ის მოძღვარს დაემორჩილოს ერში, არ ვამბობთ მონასტრულ მორჩილებას, რომელიც საერთოდ სხვა რამეა. მაგრამ ეს მორჩილების ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც წმინდა მამები საუბრობენ ამაზე, ხაზგასმით ამბობენ, რომ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. აი, გიორგი მთაწმინდელი
ვის დათარგმნ სახარებასაც ვკითხულობთ ფსალმუნებს, ჩვენთვის უდიდესი ავტორიტეტი და დიდი წმინდანი მსოფლიო ეკლესიისა პირდაპირ ამბობს, მოძღვრის გარეშე ვერავინ გადარჩება. მე მგონი გიორგი მთაწმინდელი უაღრესად სანდოა, როცა ის ასეთ რამეს ამბობს. და ერთ-ერთი ყოველთვის ამას ვამბობ, რითაც ჩვენ გამოვეძიებთ ღვთისნებას, ეს არის წმინდა მამების თხუზულებების მუდმივი კითხვა. მუდმივი კითხვა. როდესაც ჩვენ პაულობთ ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც სულიერ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები აქვთ, როცა გამოვეძიებთ ხოლმე აღმოვაჩენთ, რომ ისინი წმინდა მამებს არ კითხულობენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი კითხულობდეს წმინდა მამებს, მაგრამ ვერ ხვდებოდეს შიგრა წერია. ეს პრობლემაც არსებობს, მაგრამ ეს ალბათ ის შემთხვევებია, როდესაც ასეთმა ადამიანმა საკუთარი თავი მოძღვართან უნდა შეამოწმოს, მაგრამ ზოგადად ასე ვამბობთ, რომ წმინდა მამების კითხვის გარეშე, რომელიც არის გაგრძელება, ორგანული გაგრძელებაა წმინდა წერილისა. მეცაც გეტყვით, რომ თუ ადამიანი წმინდა მამებს უგულებელს ყოფს და კმაყოფილდება მხოლოდ წმინდა წერილით, კითხვა ჩდება, პავლე მოციქულმა რომ ეპისტოლები დაწერა და იოანე მოციქულმა რომ ბოლო სახარება რო დაწერა, ბოლო ახალი აღთქმის კორპუსის ბოლო წიგნი არის იოანეს სახარება, ბოლო ეგ დაიწერა. აი რო დაწერა და წერტილი დასვა, ეკლესია დასრულდა ამის მერე თუ როგორ მოხდა? ეკლესია ხო გაგრძელდა. ანუ სულიწმინდა ღმერთი ხო კვლავ თანამშრომლობს ადამიანებთან. ამიტომ რატომ უნდა გავაჩეროთ კითხვა წმინდა წერილში, წმინდა წერილის წიგნებზე, რატომ არ უნდა გავაგრძელოთ? უნდა გავაგრძელოთ. აი მაგალითად, ძველად მე-4 საუკუნე, მაინც ესე უფრო, იმიტომ რომ მე-5 საუკუნეში საბოლოოდ ითქვა, რომ აი ეს მივიჩნიოთ ეკლესიაში, ესე იგი ახალი აღთქმის წიგნების კორპუსად. თორემ მანამდე მაგალითად იყო მოციქულთა კანონები შედიოდა წმინდა წერილში. თუ არ ვცდები კლიმენტი რომაელის ეპისტოლეები შედიოდა, ერმის ეპისტოლე შედიოდა. ისინი მოციქულები რო არ იყვნენ, ეგრე პირდაპირ გაგებით, ლუკაც არ იყო პირდაპირ გაგებით მოციქული, პავლე მოციქულის მოწაფე იყო. გესმით რა შეასაქმე? აქ თავარია ის კი არ არის რომ მოციქული ვინ იყო, ვინ არა, თავარია ეკლესიამ როგორ ჩათვალა, როგორც სვეტმა და სიმტკიცემ ჭეშმარიტებისა, თუ რა უნდა შესულიყო წმინდა წერილში. საბოლოო ჯამში ეს 27 წიგნი გვაქვს, რაც გვაქვს, მაგრამ ამით არ სრულდება ის, რითაც ჩვენ უნდა ვიკვებებოდეთ, რომლის საშუალებითაც ჩვენ უფლის ნება გვეცხადება. და წმინდა მამების კითხვა როგორც გითხარი და ჩვენ ამის სადემონსტრაციოდ, ამის სასწავლებლად თუ როგორ უნდა იკითხებოდეს წმინდა მამები, კითხულობთ ხოლმე პერიოდულად წმინდა მამებს და ჩვენ ბოლო პერიოდი ვკითხულობთ ისააკ ასურის ამ დიდი მამის სიტყვებიდან გარკვეულ ამონარიდებს და დღესაც რამდენიმე ამონარიდს წაიკითხავთ. აი 31 სიტყვაში ესეთი რამეს ამბობს ისააკ ასური. ვერც ერთი მონა ამ შემთხვევაში გულისხმება ადამიანი. ანუ მონა როგორც არა მონა თფლობელური გაგებით, არამედ მონა როგორც ქმნილების გაგებით. ქმნილება ამ გაგებით ანგელოზიც მონაა. გესმით? მხოლოდ ღმერთია, ღმერთი ანჩენი ყველაფერი, გონიერი არსება, არა ღმერთი არის მონა და მონა ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, ქმნილების გაგებით. ვერც ერთი მონა ვერ მიაყენებს ზიანს სხვას, თავისავე მსგავს მონათაგანს ყოვლის გამგებელი ღმერთის დაშვების გარეშე. აი ახლა დემონსტრირება ხდება ზუსტად, რომ სახარების გაგრძელებაა. ეხლა ხო გეცნოთ ეს ადგილი სახარებიდან. როდესაც სილატა ეუბნება უფალს, რომ ჩემ ხელშია მე შენი მოკვდინება ჯვარს გაცვავ თუ არ გაცვავ და არაფერი არ არის შენ ხელში. გახსოვთ რას ეუბნება უფალი? მხოლოდ ის არის შენ ხელში, რაც ზემოდან მოცემულია. ეს ისიც რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანის სამყაროში მომხდარ მოვლენებს, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ვიწრო არეალში თუ გლობალურად, სხვა თვალით უყურებს. ამას სხვა თვალით უყურებს. ამაში რაღაც დიდ საიდუმლოებას ჭრეტს და არ ამარტივებს სახთო განგებულებას. ესე მარტივად არ არის საქმე. ნახეთ როგორ ამბობს. ვერც ერთი მონა ვერ მიაყენებს ზიანს სხვას, თავისავე მსგავს მონათაგანს ყოვლის გამგებელი ღმერთის დაშვების გარეშე. ერთი ღერითმა არ დავარდებაო შენი თავიდან და ღერითმა კი არა დედამიწა ამის შეიმუსროს
ჩვენი უკეთურების გამო. მაგრამ აი ეს უბრალო მარტივი განსაშიფრავი არ არის, ღვთის დიდი საიდუმლოება ხდება და ხორციელდება იმაში, რასაც ჩვენს გარშემო უყურებთ. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ქრისტიანი სამყაროს სხვანაირად ხედავს. პოლიტიკურ მოვლენებსაც სხვანაირად ხედავს. პირად განსასწრებლებსაც სხვანაირად ხედავს. ავადმყოფობებსაც სხვანაირად ხედავს. უსამართლობას მოწმულს სხვანაირად ხედავს. გარდაცვალების მოახლოებასაც სხვანაირად ხედავს. და ყველგან ხედავს ღმერთს, ყველგან ხედავს ღმერთს. ქრისტიანი არასოდეს ღმერთის გარეშე არ არის. არ არის იმ გაგებით, რომ არც არის, ქრისტიანი ვერ ხედავს სამყაროში ადგილს, სადაც ღმერთი არ ჩანდეს მისთვის. ეს გესმით რა ბედნიერებაა. ასეთი ადამიანი ფაქტობრივად არის აუღებელი ციხესიმაგრე ეშმაკისათვის, მას უბრალოდ ვერაფერს ვერ დააკლებს. ეშმაკი ვერანაირად ვერ ჩააგდებს სასწრაფოთილებაში, დეპრესიაში, მოწყენილობაში, ვერ განაცდევინებს უბედურებას, იმიტომ რომ უბედურება არის, რომ ადამიანი ღმერთის გარეშე არსებობს და ბედნიერება, რომ ადამიანი ღმერთთან ერთად არის და ქრისტიანებს რო აწამებდნენ, ისინი მაშინაც კი ბედნიერები იყვნენ. ქრისტიანი რო ყვდება, ყველაზე უბედნიერესია, იმიტომ რომ ის მიდის იმასთან, ვინც მთელი არსებით უყვარს და ვისაც მთელი არსებით ეძებდა. გესმით რა შეასახოთ? ამიტომ აი ეს სიტყვები თითქოს ორი სიტყვა აქვს, ხო? მაგრამ მთელი წიგნი შეიძლება დაწერო ისააკ ასურის აი ამ რამდენიმე სიტყვას. 33 სიტყვიდან ესეთ რამეს ამბობს ისააკ ასური. კეთილი არჩევანი სურველის საქმეა. აი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რა არის ჩვენი საკეთებელი? კეთილი არჩევანი, სადაც რეალიზდება შენი თავისუფლება, ან სწორად, ან არასწორად. ხო და თუ სწორად რეალიზდება ის არჩევანი კეთილია, თუ არასწორად რეალიზდება ის უკეთური არჩევანია. კეთილი არჩევანი მსურველი საქმეა, ხოლო კეთილი არჩევანის განსრულება ღმერთისა. შეიძლება რომ შენ კეთილი არჩევანი გააკეთო და არ განსრულდეს, შეიძლება. რატო? ესე ინება ღმერთმა. ღმერთი კანონს მიღმა. ღმერთი კანონს, რომელიც ჩვენ დაგვიწეს, ამ კანონს თავად არ ემორჩილება. ღმერთი კანონს მიღმა. ადამიანად რომ მოვიდა, ის სრულად დაემორჩილა კანონს, აღასრულა სრულად სჯული, მაგრამ როდესაც ის აღდგა მკვდრეთით, როდესაც ის ადამიანური სული ჩავიდა ჯოჯოხეთად, მან ყველაფერი დაარღვია. გარღვევა მოხდა, შეიძლება ასე ითქვას. იმ კანონში, რომელიც კანონიც ადამიანს შემოსაზღვრავდა ჩარჩოთი, ესე ვთქვათ. რელიგიური სჯული, ზნეობრივი სჯული, სამართლებრივი ნორმები, ყველაფერი, მატერიალური, ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური, ყველაფრის გარღვევა მოხდა. ხშირად ეშმაკი, ნახეთ რას ამბობს ისააკ ასური. როცა სიკეთის კეთებაზეა საუბარი. ადამიანმა შეიძლება გააკეთოს კეთილი არჩევანი, რაც ღვთის ნებასთან თანხვედრაშია, აი ღვთის ნების გამოცნობის სირთულე რაში მდგომარეობს. ესე იგი რაღაცა ნაბიჯუნა გადავდგა და ხვდები, რომ ეს ეხლა რისი გაკეთებაც მე მსურს, აშკარად ღვთის ნებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. გამოუცდელი ადამიანი მთელი თავით გადაეშვება ხოლმე ამ მიმართულებით. და ღმერთისაგანაც დაჟინებით მოითხოვს, რომ აი ეს კეთილი არჩევანია და ეხლა ეს უნდა შესრულდეს. გამოცდილი ადამიანი ასე არ იქცევა. გამოცდილი ადამიანი ის რაც 100%-იანი ჩანს, რომ ღვთისნებაა, მაინც ფრთხილად ეკიდება ამას და უფალს ესე ევედრება, უფალო, ეს კი მინდა და კეთილი საქმეა, მაგრამ განხორციელდეს თუ შენთვის სათნოა. კეთილი საქმე თუ შენთვის სათნოა და ჩემთვის მაცხოვნებელი. მაშინ განხორციელდეს. აი როგორ საუბრობს ისააკ ასური. ხშირად ეშმაკი თავად აძალებს ადამიანს სასურველისაკენ სწრაფვას. იმ დროს სასურველისაკენ, ანუ რაც კარგია და მშვენიერია, ეშმაკი აძალებს. მიდი. ამის მაგალითები ძალიან ბევრია ეკლესიის ისტორიაში, პატერიკებში, განსაცვიფრებელი მაგალითებია, ვისაც უყვარს საეკლესიო ლიტერატურის კითხვა, ასეთ რამეს უამრავს აღმოაჩენს. ესე იგი, თვითონ ეშმაკი აძალებს ადამიანს სასურველისაკენ სწრაფვას იმ დროს, როდესაც მოღვაწეს სასურველის
ანუ რაც კარგია, სასურველი შესაბამისი სულიერი მდგომარეობისათვის ჯერ არ მიუღწევია. აი მაგალითად რაღაცა ნიჭი შეიძლება მოგეც, გინდა ეს ნიჭი გინდა, ან გიგზნობ რომ აი ამ ეს ნიჭი პოტენციაში გაქვს, ან გინდა რომ ეს გქონდეს, გესმით? ან თქვა განსაკუთრებული ლოცვა, განსაკუთრებული მარხვა, განსაკუთრებული ქველმოქმედება, ასე შემდეგ. ვიღაცა სიკეთე გაუკეთო განსაკუთრებულად, დაიხარჯო ამისათვის, გინდა ეს გააკეთო, თავი გადადო. მაგრამ შენი მდგომარეობა არ შეესაბამება იმ სიკეთეს, შენი მდგომარეობა იმ სიკეთეს არ შეესაბამება, რომელსაც გინდა შენ მიწვდე. თუ ეშმაკმა ეს დაინახა და დაინახა, რომ შენ გინდა რომ ეს სიკეთე გააკეთო, მაგრამ შენ არ შეესაბამები ამ სიკეთეს, მიდი, მაქსიმალურად გულის სიტყვების დონეზე გეხმარება და შენ ტყვილდები, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ეს გულის სიტყვა ღვთის არის, იმიტომ რომ აშკარად სიკეთეა. ესე იგი, ან შესაბამისი სულიერი მდგომარეობისათვის ჯერ არ მიუღწევია, შესაბამისი ამ სასურველი შესაბამისი. ან ცხოვრების წესი აქვს სურვილისათვის შეუსაბამო. მაგალითად, იესოს ლოცვა გაიგო ადამიანმა რომ მაგარია და ზოგი ახლა ისეთია რა, სპორტული ტიპია. დისციპლინირებული. ხო და იქ სად ვიღაცამ რომ 1 საათი ლოცვა ვერ შეძლო, ამა 5 საათი შეძლო ლოცვა ყოველ ღამე და მედი 5 საათი ყოველ ამას 1 საათიც არ შეუძლია, ამა 5 საათი შეძლო. და შეიძლება შეექმნას ილუზია, ბიჭო 5 საათი ვლოცულობ ღამეს, ლამის იოსების იქასტი ვარ, თან ერისკაცი ვარ და წარმოიდგინე რა მაგარი ვარ, ფიქრობს ადამიანი. და დებისყოფა აქვს, ფსიქოსომატური აღნაგობა აქვს, ისეთი რომ შეუძლია, პლუს ზოგი ისეთი ძლიერია ფიზიკურად, რომ ესე იგი შეუძლია მარტო პულზე და წყალზე დაждდეს და მაინც ხნეთ არის და არ სუსტდება და ასე შემდეგ. მაგრამ ამ დროს არ აქცევდეს ყურადღებას, თავდაბლობას, მორჩილებას, მოყვასისადმი მობიერ, ფაქის დამოკიდებულებას, გესმით? და აი სურვილისათვის შეუსაბამო ცხოვრების წესი აქვს, ამას ნიშნავს. აკეთებს რაღაცას, მაგრამ ცხოვრების წესი არ აქვს ჯანსაღი. ან ადამიანი არაა საქმით, შემეცნებით თუ სხეულით შესაბამისად ძლიერი, ესეც შეიძლება, რომ მოინდომოს, მაგალითად მე მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანი პულზე და წყალზე დაჯდა და ფსიქიურად აურია. ისეთ ამპარტავნებაში ჩავარდა. მე ოჯახის წევრებიც კი უკვე ზემოდან დაუწყო ოჯახის წევრებსაც ყურება, რომ ეს წმინდანი იყო უკვე და სხვები არა და ბოლოს ფსიქიურად აურია. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი, ძალიან საშიშია, მოკლედ იმის თქმა მინდა. და საერთოდ ჯერ ამის დრო არ დამდგარა მისთვის კონკრეტულად. ზოგადად, კეთილი სურვილის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რა საინტერესო ამას ამბობს. ზოგადად, კეთილი სურვილის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ უნდა ხშირად და გულმოდგინედ აღვავლენდეთ ლოცვას ღვთის წინაშე და ვევედრებოდეთ მას, რომ კეთილი საქმე მხოლოდ მაშინ აღსრულდეს, თუ კი ეს მისი ნებაა და იმგვარად აღსრულდეს, როგორც ეს მას სურს. ნახეთ, როგორი საინტერესო დამოკიდებულება აქვს ისააკ ასურს სიკეთისადმი, რომელიც გულის სიტყვით შემოდის ჩვენში და ის შეიძლება იყოს დემონური წარმოშობის. ამით კიდევ ერთხელ აი ამ რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ ხედავთ, როგორი ფაქიზი უნდა იყოს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, როგორი ღრმა. თვითონ წმინდა მამები, როგორი მოდეს თანამედროვე ტერმინი რო გავავიყენოთ, როგორი ღრმა ფსიქოლოგები არიან, როგორ იცნობენ ადამიანს, როგორ იცნობენ ადამიანის დაცემულ ბუნებას, როგორ იცნობენ ეშმაკს და როგორ საკუთარ გამოცდილებით გვიჩვენებენ თუ როგორი რთულია სულიერი ცხოვრება სინამდვილეში და როგორი ფრთხილები უნდა ვიყოთ, რომ არ შეგვეშალოს, იმიტომ რომ მე პირადად გეუბნებით, ჩემი გამოცდილებით რო არ მენახოს, რა მოსვლიათ ადამიანებს, როდესაც ფრთხილად არ იყვნენ და მათ შორის ისეთებს, ამას ხშირად გეუბნებით ხოლმე, სახელებს არ ვასახელებ, უხერხულია ამბიონი და გესმით, თორე პერსონიფიცირებულად ვგულისხმობ მე ამ ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობდი, გესმით, ის რომ ვისაც არ ვიცნობდი და ვინ წიგნებში აღწერილი აქვს ცალკე საქმე. მე გეუბნებით, ვისაც ვიცნობდი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ღვაწლში გაატარეს,
იყვნენ და ერთი რატომ მრავლობითში, იმიტომ ამბობ, რომ ერთი და ორი კი არ არის. იყვნენ სამაგალითო სხვა ადამიანებისათვის და ბოლოს კატასტროფა განიცადეს, უკიდურესი დაცემა განიცადეს და გახდნენ სამარცხვინო ხალხისთვისაც და ეშმაკისთვისაც. რატომ? იმიტომ რომ არ გამოიჩინეს სათანადო სიფრთხილე აიმგვარი, რასაც ისააკასური გთავაზობს და გვეუბნება. ეს დიდი მამა. ასე რომ ფრთხილად იყოთ. განსაკუთრებულად საშიშია ეშმაკი იმისთვის, ვინც არის გულმხურვალე სარწმუნოებაში. ვინც გულმოდგინეა სარწმუნოებაში. ვინც ცოცხლოვანი მაძიებელია ღმერთისა. განსაკუთრებულად მისთვის არის საშიში, იმიტომ რომ ვინც გულგრილია, ვინც ზერელია, ვინც ხარალია უკაცრავა და აი რაღაცა რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებს, იმისთვის ეშმაკი საერთოდ საშიში არ არის, იმიტომ რომ ის ისედაც ეშმაკის მეგობარია და მას არანაირი ხიბლი არ დაემართება, ის ხიბლში ამით არის უკვე. გულგრილი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში გულგრილად იმყოფება, ის უკვე ხიბლშია. იმიტომ რომ მას აქვს ილუზია, რომ არის ქრისტიანი, მაშინ როცა ქრისტიანი ის არ არის. ხოლო ვინც მიხვდება, რომ გულგრილობით ქრისტიანი ვერ გახდები და ვინც გულმხურვალედ იწყებს უფლისძიებას, ეშმაკი მისთვის ძალიან აქტიურდება და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოება, ითაც ამ დროს დაცული ხარ და ანტონი დიცეს პირდაპირ გამოეცხადა თქვენი ციტეს მე ბერჯერ მithქვას, ეს არის თავდაბლობა, გამოვლენილი მორჩილებაში, მოთმინებაში, მდუმარებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, უკიდურეს სიფაქიზეში, მიმტევებლობაში და ასე შემდეგ. რაც ქრისტეს დარითვისებები. შეგვეწიოს უფალი, შეგვეწიოს წმინდა ისააკასური და მე გვეყოს ღვთის წინაშე, რომ ღირსეულად გავატაროთ მარხვის დარჩენილი ნაწილი ამ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.